დიდი მადლობა. მადლობა სანდრო იმისთვის რომ დღეს შუადღეში ხარ სტუმრად თქო გაგვინაცვლო ჩვენთან მადლობა პატრიარქის პიროვნება მრავალი ადამიანისთვის არამხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი არამედ პირადი მაგალითის სიმბრძნისა და სიმშვიდის წყაროა საინტერესოა როგორ აისახება ეს გავლენა სხვადასხვა ადამიანზე მათ შორის ჩვენს დღევანდელ სტუმრებზე სტუდიაში გვყავს სანდრო გეგეჭკორი და კახა მიქიაშვილი მათ პატრიარქთან ურთიერთობის პირადი დიდი გამოცდილება აკავშირებთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და როგორ ბრძანდებით როგორც ყველა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად რას ნიშნავს თქვენთვის უწმიდესთან გატარებული ის დრო და პერიოდი რაც გქონდათ ამ საოცარ ადამიანთან დავიწყოთ სანდრო მოგესალმებით პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმიტომ რომ არ ვიქნები ახლა რამით გამორჩეული და ვიტყვი მეც იმას რასაც დარწმუნებული ვარ ყველა ქართველი ფიქრობს რომ საქართველოს დაკარგა ყველაზე დღეს ყველაზე დიდი ქართველი მართლაც ერის ასე ვთქვათ мама და მსახურიც რომელიც ყოველ დღე ყოველ წამს და ყოველ წუთს ლოცულობდა იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთ რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას მე ვიყავი ძალიან პატარა, როდესაც პირველად მერგო ბედნიერება რომ ესე პირადი დალოცვა მიმეღო მისგან დაახლოებით ალბათ ვიყავი 8 თუ 7 წლის, როდესაც გუნდში მღეროდი მახსოვს. აი ხედავთ ახლა კადრებს. აი ეს არის ხო კადრები, ეს გუნდში მღეროდი ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს და შემდეგ გვხვდა იმის ბედნიერება წილად რომ ეს გუნდის მომღერლები და სოლისტები ესე პირადად დაველოცეთ პატრიარქს. შემდეგ ანუ თავიდან პატრიარქთან ურთიერთობა იყო სხვა პროფესიებად, ანუ როგორც პიანისტი არა, ეს იყო ჯერ როგორც გუნდის ვოკალისტი, შემდეგ როგორც ფოლკლორული ანსამბლის მოცეკვავე, ეს მახსოვს იყო ჯარის იუბილეი იყო ძალიან ბევრი წლის წინ, მაშინაც 10 წლის ვიყავი და საჩხერეში სადაც არის ბაზები ჩვენი, საწვრთნელი ბაზებიც იქ გაიმართა ეს დიდი ღონისძიება, მაშინ იყო პატრიარქი და ჩვენ მე ვცეკვავდი ფოლკლორულ ანსამბლში, სოლისტი ვიყავი და მაშინაც მერგო წილად რომ პირადად ქონოდა მიმეღო მისგან ეს დალოცვა და აი სულ მქონდა პატარაობიდან მის მიმართ რაღაც განსაკუთრებული ემოცია და დამოკიდებულება. და უკვე როდესაც პირადად მერგო პატივი და ბედნიერება შევხედროდი მას ეს იყო სულ განსხვავებული შეხვედრა იქნებოდა ხო? 10 წლის ასაკში შეიძლება ვერაცნობიერებდი ადამიანი თუ რამხელა პიროვნებასთან გაქვს ურთიერთობა. კი, ესეა და ზუსტად იმ ადამიანის დამსახურება ძალიან დიდი ღვაწლია, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არის სტუდიაში ჩვენი ძვირფასი კახასი, რომლის მიწვევითაც საპატრიარქოში ეს იყო პირველად როდესაც ვიყავით, ეს იყო ძველი ახალი წელი ერთად შევხვდით ძველით ახალ წელს საპატრიარქოში და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა ეს შეხვედრა ერთხელ იყო აღსაყდრების იუბილე მეორედაც ასევე ძველით ახალი წლის და შობაზეც მახსოვს საპატრიარქოში და არ ვიცი ეს არის ისეთი ემოციები, ისეთი გრძნობები, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება ადამიანს და ეს ნოსტალგია იქნება, მელანქოლია არ აქვს მნიშვნელობა, მუდამ იქნება ჩაღვრილი გულში და მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ნამდვილად. მადლობა სანდრო, კახა ამ დღეების მანძილზე შენ ნამდვილი ჭირის უფალი იყავი, იყო მომენტები, როცა ტაძარში მარტოც გირჩებოდი. ვიცი რომ რთულია შენთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მოგვიყევი და გაგვიზარდა ის უმძიმესი ემოციები, რომელიც ამ დღეს თან დასდავს. მადლობა, მე ვიტყოდი რომ მე ვიყავი მხოლოდ ჭირის უფალი, მე ვფიქრობ ყველა იყო ჭირის უფალი, ის ვინც ის გარემოცვა იყო და ის ვინც საერთოდ იქ მოვიდნენ და ცოცხალი შეიძლება არ ყავდათ ნანახი. ყველას ჰქონდა ეს განცდა, რაღაც საყოველთაო იყო ეს დგებელი. მაგრამ იცი როგორი რაღაც მოხდა გარდაცვლილი პატრიარქიც ახდენდა სასწაულებს და შემიძლია ერთი მოგიყვეთ ესეთი მე ესეთი რამე ვთქვი რომ უყურებდით ამ პროცესიას რომ ჩვენ ვიცოდით ვიცნობდით ხედავდით პატრიარქის ერთ სიცოცხლეს და ახლა იწყება მისი მეორე უფრო დიდი უკვე საყოველთაო სიცოცხლე ხო როგორც წმინდა ადამიანის და ერთხელ ვახსენე რომ აქ მოდიოდა ხალხი წმინდა ადამიანთან და არა უბრალოდ პატრიარქის პანაშვიდზე
ჩემმა მეგობარმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა არ დავასახელებენ მომწერა რომ გეხვეწები ვერაფერთ ვერ ვახერხებ მოსვლას პანაშვიდზეო და ძალიან გთხოვა რომ იქნებო სადმე რაღაც პატარა ხიჟვარი იყიდო ნახავ და დაადუმი საფლავსო რომ კონდესო და ნუ კარგი თქო თუ გავარ საფლავთან და რაღაც მედება ფეხზე დავიხედე და ხიჟვარი მიწერე მოთხარი ძალიან ყვარები ხარ პატრიარქს ცით რამდენი რაღაც იქო შემთხვევით სასწაული მოხდა ჩვენ რაღაც სასწაული გონია რომ რაღაც საუნა გაიხსნათ რაღაც ანუ ეს რაც იქ ხდებოდა სასწაული არისო როცა რამდენიმე ადამიანი მათ შორის მეც მომივიდა შევხვდეთ ერთმანეთს რაღაც წონა ქონდა და მოდი შევრიგდეთ რატომ მოხდა იცით ეს პატრიარქის მთავარი ღირსება, თავარი ღირებულება, თავარი არსი, ეს იყო სიყვარული უკიდეგანო, უსაზღვრო და უპირობო. ისეთი როგორიც მე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანს ესე უყვარდეს, ესეთი სიყვარული გააჩნდეს. და ამ სიყვარულიდან გამომდინარე ხდებოდა სხვა ყველაფერი და მსახურება ახსენა, სანდრომ ძალიან კარგი სიტყვა. ის იყო მსახური, ღვთის და მსახური ადამიანის. ადამიანის, მის იყო ადამიანი მთავარი და მე რაღაც ეს ისეთი ბედნიერება მერგო ღმერთისგან და პატრიარქისგან რომ 16 წელი ვიყავი მისი ყველა ღონისძიების მახსოვს კახაში შენს ბედნიერება მოხდა რომ გარდა მის ურთიერთობებისა რაც გვატარებდი ისე დაიმთხვა ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რომ ყველა მისი ღონისძიების შეხვედრების წამყვანი და მათ შორის ორგანიზებას ჩავშლი და ესე ქონდა ხოლმე ურთიერთობა და ერთი რაღაც ეხლა სულ მახსენდება ხოლმე რაღაცეები და ერთხელ მივედით რაღაცას გეგმავთ რაღაც დიდი ღონისძიება და დავგეგმავთ მომიწია მისთვა და საფხული იყო დახეული ჯინსი მეცოდა ნუ მომერი და შევედი რა უნდა მოხდა და ვილაპარაკეთ გამოვდივარ და ეგ არ ჩაიცვა იქამ ვიცი რა ვისაც ქონია მასთან შეხება თუნდაც ერთხელ მაინც ყველა რაღაც განსაკუთრებულად აღწერს ამ შეხვედრას და ყველას განსაკუთრებული თავისებური თავისი ემოცია აქვს თუმცა ალბათ პირველად შეხვედრის გამოცდილება კიდევ სულ სხვა მე მინდა რომ გაიხსენოთ ესანდრომ გაიხსენოთ თქვენს რომ გაიხსენოთ პირველად შეხვედრის ემოცია იცი რა მე სულ პირველად ესე ცხაჩი პატრიარქი მაშინ არც პატრიარქოში ვიყავი არა 98 წელია თეატრალურში ჩავაბარე დავიწყე ეკლესიაში სერული ქაშვეთში და გიორგობას მოდიოდა და გიორგობას შემხვდა და ეს აი შევეჩეხე და ეს ნათელი სახე მაგ ეთყობა ძალიან აქტიური ვიყავი და ღიმილით მომასხა წყალი ესე ეს თუ მახსოვს რაღაცა მე როცა უკვე საპატრიარქოში მოხვდი პირველი შეხვედრა იყო რომ აი რომ გეშინია ცოტა რაღაც აი ბუმბერასთან რო ხარ ხო იცი რაღაც არ დაიწვა თუ არ გაქრეთ თუ რაღაც არ დაგემართოს და მე სულ მე აი სულ ჩემ თავში ღმერთს ვთხოვდი რომ აი ღმერთო გეხოცება ეს რიდე არ დავკარგო იმიტომ რომ ის იყო ისეთი უბრალო აი ისეთი უბრალო რომ ხანდახან ჩვენი რაღაცა თავხედობის გამო შეიძლება სხვა დაკარგულო. აი ჩვეულებრივი, როცა თავის თეფში და მოგცემდა ლუკმას რო გეჭამა. თავის ტასმელი გავუხდე და უჩუქებია ჩემთვის, იმიტომ რომ მიხვდა რომ მომწონდა და გაიხადა და მაჩუქა. ბევრი შემთხვევა იყო ესეთი. მაგრამ აი ეს განცდა სულ მქონდა რომ როგორ შეიძლება იყო ასეთი დიდი და ასეთი უბრალო და მთავარი. აი ყველას გამოგვისწია, როცა ასე გაქებენ. და რთულია რომ არც თუნდე და რა და აი ასარ დეგონება სხვა ესე ისხლიტო და რაც უფრო დიდ სიმაღლეზე ხარ გახდეთ ჩვეულებრივი უბრალო და უამრავი მქონია შემთხვევა როცა თავად უთქვამს რომ მომეყვანან ვესწრებოდი რომლებიც აი თითქოს არც ეკლესიურები არიან არაფერი მოვიდნენ პირველ იარაღთან რომ გამოსულან აი რაღაცა აქვს ამ ადამიანს რომ სხვანაირად მივდიოდი ენერგეტიკა კი ცნობდი რომ ეს სხვანაირად ეს რა იყო ეს იყო მის ღვთის მადლი და სიყვარული რომელთაც ასხივებდა ჩემთვის პატრიარქო განსახიერება იმ პირველთმილი ადამიანის როგორი ჩაიფიქრა ღმერთმა, როგორ უნდა იყოს ადამიანი. მე ჩვენ ეს ადამიანურობა ძალიან გავაუბრალოვეთ და აი პატრიარქი ცდილობდა რომ პირველთმილი იმ ღირსების ადამიანი ყოფილიყო, რასაც ქვია ადამიანის სრულად, სრული არსები და მთელი ცხოვრება ისწრაფოდა სრულყოფილებისკენ და ახლა ღმერთმა გვითხრა რომ ვინ იყო პატრიარქი ამ დღეებში რაც მოხდა და სად არის ახლა პატრიარქი. აი ეს იყო ჩემთვის ეს დღეები. ამიტომ ამ დღეების განმავლობაში არაერთი რამ მოვისმინეთ ჩვენს უწმინდესად და უნეტარესად, თუმცა მე მაინტერესებს რამდენად იყო აი იმ ღონისძიებებში ჩართული რომ ის წამყვანის თავად თქვენ იყავით ხოლმე. აი თავისი ხედვა, თავისი ესთეტიკა ზოგადად იყო ყველაფერში ჩართული. აი ყველაფერში მაგალითად ეზოში ბაღში რო მოიტანენ ყავოთ, უნდა ჩამოსერყო თავის თვალით ენახა, წყალი სად დაუსხეს, სად დადგეს. აი ეს იყო არ შეიძლება შემშვიდე. სულ იყო სადღაც რემონტი ოთახში. სულ იყო გადალაგება. დაგვიძახები და გადავალაგოთ. სულ უნდა ყოფილიყო სიახლე. ყველაფერში იყო ჩართული. ყველა დეტალში და ისეთი რაღაც რჩევები ქონდა, აი გეგმები რომ რაღაც მოვიფიქრე და ერთს გეტყოდა და მიხვდებოდი რომ ეს ჩვენ რატო ვერ მოვიფიქრეთ ეს ჩვენ. რაღაც ერთ ნიუანს და ერთხელ აი მისი
სიდიადე ყველასთვის რო იყო და ყველას რო აძლევდა საშუალებას. ერთხელ ახლა დიდი ღონისძიება, თორცევი მისი 85 წლის იუბილე. თაწმინდაზე ვარ და მოწვეულია ყველა, მათ შორის მთავრობა ოპოზიცია და მეძახის რომ ვინ არიან ოპოზიციიდან. და ჩამოუთვალ ეს და მათ შორის ერთი იყო მისი ცნობილი მაკრიტიკებელი. მიეციო მაგას სიტყვა. იმასთან რო უთხარი ძალიან დაიბნა. ნუ არაფერი ადგა თქვა, მაგრამ ნახე რა ქნამით რა გააკეთა რომ ანუ არა უშავ შე რომ მაკრიტიკებ რა მოხდა. შეგიძლია თქვი, რა დგინა ის თქვი და სულ მაფრთხილებდა რომ ნუ მაქებენ მე, რამე სხვა თქვან, სხვა დალიან, მე ჩემქებას განებონ თავი და სულ ეს ქონდა და თქვენ აი ვიღაცას შეიძლება იგონოს რომ აი ხშირად მართავდა დაუშვა თავის დაბადების დღეზე აღსახლებაზე მიღებებს. რატო აკეთებდეთ ამას? ახარებდა ხალხს. თორე ის იყო ესე დაღლილი არტქების მოსმენა უნდა და არც მაგრამ სულ აძლევდა საშუალებას რომ გაიხარებინა სულ ერთხელ თქვა რომ თქვენ რა გონიათ მე ხა მინდა რომ ყველა რაღაც მაჩუკოსო ვინც მოდი ჩუქნიდა მაგრამ როცა ადამიანს უნდა რომ გამოხატოს სიხარულია მიეცით ამ საშუალებას რომ გამოხატოსო იმასაც გეუბნებოდა რაღაც ჩვენ მჭირდა ხოლმე როცა ვაცილებდით სადმე და ხალხს არ უშვებდით და მითხრა რომ თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ისინი ვერ მხედავენ და ნუ აჩერებთ მოუშვით აი ეგეთი სახალხო პატრიარქი მე არაფერს არ მინახავს დავდივარ უცხოეთში არც გამიგია რომ ყველასთვის იყო და ცდილობდა რომ ყველა გაეხარებინა და არ ქონდა მნიშვნელობა სტატუსთან რა ასაკსა მათ შორის რელიგიურ დამოკიდებულებას და გვაძლევდა მაგალითს სიყვარულსაც რაზეც ძალიან ხშირად საუბრობდა სანდრა გაიხსენე შენი პირველი შეხება მის ნაწარმოებთან ეს კარგი კითხვა ძალიან საერთოდ მე ჩვენმა ძვირფასმა ლაშა ჟვანიამ ასევე პატარა რომ ვიყავი მაჩუკა კრებული სადაც ყველა მისი საგალობელი ასევე ნაწარმოები საფორტეპიანო მათ შორის აი ეს ახლა რაც შევასრულე თუნდ ახლა უბრალოდ ჩემი ინტერპრეტაციით იყო შეტანილი ამ კრებულში ახლა ეს ნაწარმოები რაც შევასრულე ამას ქვია ფიქრები წარსულსა და მომავალზე ჯერ მარტო სათაური აქვს ესეთი საინტერესო და დამამშვიდებელი და დამაფიქრებელი რომ უკვე განსაკუთრებულია და მოგანდომებს რომ ამას გაეცნო ამ ნაწარმოებს და აი ზუსტად ამ კრებულში რადგან როცა გავეცანი ამ კრებულს და ძირითადად იყო საგალობლები, ახლა მე როგორც პიანისტს მაინტერესებს პირველ რიგში საფორტეპიანო და აი ეს ნაწარმოები ვიპოვე მაშინ ამ წლის იყავი? ალბათ 11-ის თუ 12-ის, პატარა და მაშინ დავიწყე ამის გარჩევა და საკმაოდ რთული იყო ჩემთვის რომ ამ ნაწარმოებზე მემუშავა, თუმცა მთელი ეს განლილი წლები აქამდე სულ მქონდა ფიქრად რომ ეს ნაწარმოები გამდოს და მე კახასგან როდესაც მივიღე მოწვევა უკვე და მქონდა იმის შესაძლებლობა რომ უკვე როგორც პიანისტის ამპლუაში წარდგენილიყავი მის წინაშე აი ძალიან დიდი სურვილი იყო ჩემი რომ ეს ნაწარმოები შემესრულებიან ჩემი ინტერპრეტაციით და ზუსტად ეს იყო აი მაშინ პირველი შეხვედრა ეს იყო კრებული რომელიც ლაშა ჟვანიამ მისახსოვრა და იქ ყველა მისი ცნობილი გენიალური საგალობელი ავე მარია კირიელისონ ელეისონ ასევე დავიღალე და ნუ ყველა ეს გენიალური შეიძლება რაღაც შემთხვევაში სარგებლობა ბევრი ადამიანი გვიყურებს ამ დღეებში რომ მოვიდა ეს სხვა ხალხი ყველას უნდა ცხადია მისვლა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ხო და მე მინდა საჯაროდ ყველას დიდი ბოდიში მოუხადო ვისაც შეიძლება ან ვერ მიუყვანეთ ან მისი ჯვარი ვერ დავდეთ ან შეიძლება ვეუხეშეთ იმიტომ რომ ცოტა განაწყენა ხალხი და აი საჯაროდ მინდა ვთხოვო ერთი რამე მე თუ უნდა მომაპატიებენ უბრალოდ აი წენა არ წაიღონ იმიტომ რომ იცოდნენ რომ პატრიარქმა ყველას მისცა წყალობა და ბოდიშუხი ყველას თუ იმას ვაწყენია ეხლა არა მარტო მე არამედ ბევრი ის ადამიანი ვინც დიდი მრავალი საათის განმავლობაში იდგა რიგში ყველა აღნიშნავდა ერთს ჩემი თავით დავიწყე ეხლა სადმე რომ მითხრა რომ 10 საათი დადეგი რიგშიო გამორიცხულია 2 საათი ერთი წამის გამო. ხო, ერთი წამის გამო. აი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიდექით და ვამბობდით ეს რომ ღმერთო შეგვაძლებინე, მაგრამ ისე უცებ გავიდა ეს 9-10 საათი, რომ თითქოს 9 საათი 40 წუთი იყო გასული. ისე უცებ გავიდა. ესეც რა თქმა უნდა უდიდესი სასწაულია ჩემი აზრით. სასწაული იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ჩვენ მართლა ხუცები პატარები 24 საათი ვიყავი და თქვენ ახეთ რა რიგები იყო და წვიმა და გამოუგნებელი იყო რომ აი დილის 5-6 საათზე რომ შემოდე დედა და ეკავა ჩვილი ბავშვი ხარ. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ მოვიდა იმ დროს რომ ბავშვი ეღვიძა და გათენდა და ბავშვი და არ წავიდა. ხეიბრები, ეტლია მოხუცები წარმოგიდგენია შემოდი. ხალხი გაიყო რამოდენიმეჯერ ეს შეჭუჭული ხალხი გაიყო შუაზე რომ აი ეტლით მოსარგებლები. საინახე მე ხო ვიდექი და ყურში მესმოდა რომ თავის პატრიარქო შეგვიწია პატრიარქო ეს თავი აი ელაპარაკებოდნენ და ზუსტად ვიცი რომ ყველას უპასუხებს. დაიმახსოვრეთ.
ჩვენ ახლა ვიწყებთ პატრიარქის ახლიდან გაცნობას. აი დაიმახსოვრეთ. თქვენ ნახავთ ძალიან მალე მის საოცარ შეწევნას სასწაულებს და ყველას უპასუხებს. ყველას როგორც აქ იყო რომ საყოველთაო იყო და ყველას პირადი აქვს, იმიტომ რომ ყველა პირას ტიროდა ახლა, ასევე ყველას პირადად უხდის და მისცემს ამ მათ რაც იქ მოხდა. მე ნახე კახა ის ვიდეო ბოლო რომელიც გავრცელდა ბოლო მიბრძანება სამებაში. ხო და იქ ერთ ფრაზას ამბობს ბედნიერი ვარო და ეცით აი ზუსტად ეს რაც ვნახეთ ჩვენ ამ დღეებში შეგვიძლია ვთქვათ რომ ხალხიც არ ესე იგი როგორ ვთქვა ხალხმა დააფასა პრაქტიკულად ის უზარმაზარი 8 წლის შრომა და არ ვიცი ალბათ ძალისხმევა ხო რაც ჩვენი ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის გაკეთდა და იმდენად ჩამრჩა ეს ბედნიერი ვარ. აი ერთადერთ ფრაზას ამბობს იქ. იმიტომ რომ 9 წუთიანი ვიდეო დაახლოებით და აი რაც ამბობს ბედნიერი ვარ. აი იმ ორ სიტყვაშიც კი იგრძნობა ძალიან ბევრი რაღაც. პატრიარქმა შეძლო მე ასე ვფიქრობ და თავისი გარდაცვალებაც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ აქცია, იმიტომ რომ იმ დღეს და აი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო ღმერთის სიყვარულით გაერთიანებული და ამით მე მგონი იყო ყველა. დიდება ქრისტე ღმერთს. დიდი მადლობა.